20 სექტემბერს ტყიბულმა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტის სპორტის სასახლის ოფიციალური გახსნა იზეიმა. შენობა თავისი სტანდარტებით საერთაშორისო მასშტაბებისაა და მას არა მარტო რეგიონალური, არამედ რესპუბლიკური მნიშვნელობა აქვს. ამ განსაკუთრებული ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლისა და სადღესასწაულო ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს ქალაქს საპატიო სტუმრების დელეგაცია ეწვია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორთან პაატა ნადირაძესთან ერთად, ასევე პოპულარული სპორტული კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე. დარბაზის ავსე იყო რიგითი ტყიბულელებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სიხარულით ელოდნენ სასახლის აღდგენას და განახლებას. საერთო აღფრთოვანება იგრძნობოდა თითოეულ ადამიანში, რაც ამაღელვებელ განწყობას ქმნიდა. მახსოვს აქ ჩატარებული საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებები სხვადასხვა სპორტის სახეობებში. როდესაც ჩაანგრია სტიქია, მაშინ თავს არ დაეცა ტყიბულს და დღეს არის მართლაც ისტორიული, დღეს ავინახე ისევ გახარებული ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობა, სპორტის წარმომადგენლები, გუბერნატორი და განსაკუთრებით ბავშვები. გაბრწყინებული თვალები ჰქონდა მათ და მე დარწმუნებული ვარ, ამ სპორტ სასახლეში ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება, როგორც ტყიბულები, ასევე ძალიან ბევრი რესპუბლიკის მასშტაბით გამოიყენეს მას სავარჯიშო შეკრებებისათვის და საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. მოხარული ვარ, რომ გაიხსნა სპორტ სასახლე, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული არის და შევეცდებით, რომ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ და ვასახელოთ ტყიბული. აღნიშნული ნაგებობა ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა და იგი თავისი პარამეტრებით დედაქალაქის შემდეგ მეორე იყო საქართველოში. სასახლეში იმართებოდა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები და ის ემსახურებოდა მოზარდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პროპაგანდას. თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში მიწისძვრისა და დიდთოვლობის გამო შენობა მწყობრიდან გამოვიდა. ბოლო 25 წლის მანძილზე ის უფუნქციოდ დარჩა და სამწუხაროდ შემდეგ გაიძარცვა და გაპარტახდა კიდეც. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 2012 წლიდან სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია მოხდა. სამუშაოები გადახურვით დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რისთვისაც დაახლოებით 2.400.000 ლარამდე დაიხარჯა. შედეგად კეთილმოეწყო ცენტრალური დარბაზი, 750 მაყურებლაზე გათვლილი ინდივიდუალური სკამებით, VIP ლოჟა, საკომენტატორო ოთახი, საშხაპეები, გასახდელები, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობისა და კონდიცირების სისტემა და ვენტილაცია, რაც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. 70 და 80-იან წლებში არაერთი სახელოვანი სპორტსმენი გაუვლია შეკრება ლამაზ ქალაქში. სამწუხაროდ სპორტული დარბაზი დავერანებული იყო და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით შეეძლოთ, რომ ეს საჩუქარი გაუკეთოთ არა მარტო ტყიბულებს, არამედ ქართულ სპორტს. ვიხარია, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება რეგიონებში, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ყველგან მოლოდინის გადააჭერება, იმდენად ლამაზი დარბაზია. ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებს შეუძლია უმასპინძლოს ტყიბულმა და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას გავმართოთ ჩვენ და, რა თქმა უნდა, ეს ხელშეუწყოს სპორტის განვითარებას. ტრადიციულად ტყიბული გახდათ კიდევაც სპორტული ცენტრი, ერთ-ერთი დიდი ცენტრი საქართველოში. ეს დარბაზი აშენდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, შემდეგ გასაგები მიზეზების გამო 90-იან წლებში აქაურობა არსახურავი ქონდა, არც კედლები არაფერი არ ქონდა, ეხლა აღსდგა ეს დარბაზი გახლავთ თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების კონდე, რომელიც ბადალი საქართველოში არ მოიპოვება. მე ვხედავდი დღეს აქ ძალიან ბევრ გახარებულ სახეს, ძალიან ბედნიერ სახეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. დღეს ტყიბულში გაიხსნა ისეთი ობიექტი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის ეწოდოს. აქ შეიძლება ჩატარდეს ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება. მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ტყიბულებს, მართლა ზეიმის დღე იყო დღეს და ესეთი ლამაზი დახვედრა, ლამაზი ღონისძიების ჩატარება ფაქტიურად აღსანიშნავია და მე დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი გაიზრდება და ასახელებს თავიანთ რაიონს და არა მარტო რაიონს, მთლიან საქართველოს. ტყიბულის ისტორიაში ეს დღე შევა ოქროს ასოებით. იმიტომ რომ ჩვენ შევძელით გაპარტახებული, დაანგრეული შენობიდან გვექცია საინჟინრო ნაგებობა, რომელიც პარამეტრებით აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. ჩვენ ვზეიმობთ დღეს დღესასწაულს, რომელიც დიდხან დაამახსოვრდება ჩვენს მოსახლეობას და ისარგებლებენ ჩვენი ბავშვები აი ამ დიდი სიკეთით. ზამთარ ზაფხულ ექნებათ მათ გადაცემული ესეთი საჩუქარი ქალაქიდან და ბევრ სიურპრიზებს პირდებით მომავალ წელს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის სრულყოფილი სპორტული ბაზა, სადაც აღიზრდებიან ჩვენი შვილები. მე მინდა მიულოცო ყველა ტყიბულებს,
ასრულდა ჩვენი ოცნება, ამდენი წლის მერე დაგვიბრუნდა ასეთი ლამაზი და პოხტა სასახლე. ულოცავ ყველა ტყიბულებს, ბავშვებს, ევროპული დონის სპორტ სასახლეა, თავის კომპლექსები ძალიან კარგი რამე გაკეთა. საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორმა ლალი კუბლაშვილმა გაუკეთეს, რამდენიმე ეფექტურ ნომერს მოიცავდა. მათ შორის იყო მხატვრული ტანვარჯიში, ქორეოგრაფია და კლასიკური ბალეტი. ქალაქში მოქმედი სპორტული სექციების აღსაზრდელები სხვადასხვა ფორმებში გამოწყობილნი სცენის მთავარ კომპოზიციას ქმნიდნენ. მაყურებელს სათითაოდ სიტყვით მიესალმნენ საპატიო სტუმრები, რომელთაგანაც პირველი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე იყო. მან თითოეულ ტყიბულელს მიულოცა ამ გრანდიოზული პროექტის დასრულება და მისი ექსპლუატაციაში შესვლა, რასაც სადღესასწაულო ფოიერვერკი მოჰყვა. ეხლა რომ ჩამოვედი, თვალები გამინათდა. ასეთი დარბაზი ბევრ ძალიან სხვა დიდ ქალაქს არ აქვს. და მე მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ ტყიბული ასე თუ ისე სპორტული ქალაქია. თქვენთან დაიბადა სწორედ შემი გაგებით ერთ-ერთი საუცხო ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. თქვენგან არის ჩემ გუნდში მაგაბიში უკანასკნელი წლების განმავლობაში თამაშობს თორნიკე კალათბურთელი. აი ამ დარბაზში საერთაშორისო ტურნირების ჩატარება შეიძლება. ეს არის ძალიან დიდი ფართის, რომელიც ყველა სახეობას დაიტოვებს. ამ დარბაზის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად გაიზრდება თქვენი სპორტული მონაცემები. ტყიბული ეს არა მარტო მეშახტეების ცენტრია, ტყიბული კიდევ სპორტული სულისკვეთება. ახალი სპორტული ობიექტი იხსნება, გამიხარდა ამ ყველაფრის ნახვა და იმედი მაქვს ტყიბულისთვის და ტყიბულელებისთვის ეს ერთგვარი წარმატების მომტანი იქნება, უფრო მეტი ახალგაზრდები დაკავდებიან სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით და რა თქმა უნდა წარმატებებს მოუტანენ ჩვენ ქალაქს და ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აქ ჩატარდება ძალიან ბევრი შეჯიბრი საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო მასშტაბით ძალიან კარგად თქვა ბატონმა ჯამლეთმა, რომ ეს მარტო მეშახტეთა ქალაქი არ არის, ეს ქალაქი იყო და ისევ იქნება სპორტული დიდი ცენტრი. სპორტის სასახლემ პირველი სიმბოლური საჩუქრებიც მიიღო. სპორტ კომპლექსის ხელმძღვანელობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაგან სპორტული ინვენტარი გადაეცა. თუმცა გაცილებით ძვირადღირებული ნივთების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მინისტრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში გააჟღერა. ასე რომ დღეიდან ტყიბულის სპორტის სასახლე ახალი სიცოცხლით მომავალი დიდი წარმატებების მოლოდინშია.